ისრაელს თავს ესხმიან. თავს ესხმიან 48 წელსაც მას დაესხნენ თავს და ეხლაც მას დაესხნენ თავს. ანუ თვითონ თავს იცავს ისრაელი. მინიმუმ 60 წელია ისრაელი არღვევს გაეროს ყველა რეზოლუციას, ყველანაირ კონვენციას, ყველანაირ ყველაფერს, რასაც ეუბნებიან რომ უბრალოდ ნუშრები. ისრაელის წინააღმდეგ გააჩნიათ, ეს არის ანტისემიტიზმი. ძირი ეცლება საერთაშორისო წესრიგის საერთოდ საძირკველსაც, ხო? იმიტომ რომ ისრაელი არის დემოკრატია წერტილი და არც ერთი არაბის უფლებები არ არის, არც ერთ არაბულ სახელმწიფოში იმაზე უკეთ დაცული, ვიდრე ეს არის ისრაელში. შეწყვიტოს ამ მიწებზე პალესტინელების დევნა, კონტროლი, უფლების აყრა, სახლებიდან გამოდევნა. და ის რომ თქვათ რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებში ანტისემიტები არიან ჩაბუდებულები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გენოციდის მნიშვნელობა ამით იცვლება. თუ ვინმე შიმშილობს გაზაში, შიმშილობს მხოლოდ და მხოლოდ ჰამასის გამო. ნეტა ჰამასი იყოს პრობლემა. არა, აიათოლა რას ვეკამათო უბრალოდ რომ მითხრათ. სამშვიდობო აქტივისტები დახოცეს, ანუ რომ წარმოიდგინოთ ბოროტების მასშტაბი. ამას მე არ ვამბობ, ჩემი ებრაელი მეგობრები ამბობენ, რომ 10 წლის წინ გადასახლდნენ გერმანიაში. გამარჯვება ისრაელს. გამარჯვება ისრაელს და თავისუფლება პალესტინას.